ქუთაისისა და იმერეთის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები თემებზე ორგანიზაცია საზოგადოებრივი ანსამბლია ქუთაისის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დაისვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ქალაქში ინფრასტრუქტურისა და წყალარირების მოწესრიგება, მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებებში, ქუთაისის როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნება. ჩვენი ხედვა გავაცანით შეკრებილებს და ეს არის ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა იმისკენ, რომ განვითარდეს ქუთაისი, განვითარდეს რეგიონი და არა მხოლოდ იმერეთის რეგიონი. მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველ რიგში ქუთაისში პარლამენტის დაბრუნება, გზავნილი აფხაზეთისთვის და ცხინვალის რეგიონისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ეშინია დეკონცენტრაციის გზით სიარულის. ეს ასევე არის ჩვენი აზრით სტრატეგიული გამართლება აქვს ამ ნაბიჯს, რადგანაც ის საფრთხე, ორად გახლეჩის საფრთხე, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის დროს დაემუქრა, არსად წასულა. რუსეთის ჯარი დღესაც მთავარ მაგისტრალთან დგას რამდენიმე კილომეტრში და ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს არსებობა დასავლეთ საქართველოში ალბათ მნიშვნელოვანია არის ასევე სტრატეგიულად და ის რაც უკვე ვთქვით, რომ ეს არის უმოკლესი გზა საქართველოს განვითარებისთვის, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ საქართველოს მოგვიწევს ერთ ქალაქში ცხოვრება. ვფიქრობ, რომ რამდენი კარგი იდეაც არ უნდა არსებობდეს ქუთაისის განვითარებასთან და მის მომავალთან დაკავშირებით. თუ ეს იდეები არ იქნება ცნობილი საზოგადოების ფართოფენებისთვის, არ ავუხსნით ადამიანებს, რა შეიძლება მოგება მოუტანოს ამას ქალაქისთვის, რა შეიძლება სიკეთე მოიტანოს, ყოველთვის იქნება ქალაქი ცალკე, მოსახლეობა ცალკე და ეს განვითარების პერსპექტივები ცალკე. თუნდაც თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ქუთაისი უნდა იყოს ტურისტული ქალაქი, უამრავი სამუშაო გვაქვს ამისთვის ჩასატარებელი. და მე მაქვს ძალიან კარგი ხედვა, ერთ-ერთი ვარიანტი თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ქალაქში იმისთვის, რომ მეტი ტურისტი მოვიდეს, უფრო საინტერესო გახდეს ქუთაისი და ქუთაისის შემოგარენი არ დაიშალოს, არ დაიცალოს და ქუთაისიდან ბევრი ადამიანი არ წავიდეს. ჩემნაირი მოქალაქე რო სადღაც თუნდაც წამის 1000-ში დაუშვებს, რომ შეიძლება მეც წავიდე, ესე იგი საქმე ძალიან ცუდად არის, მაგრამ თუ ჩემნაირი ადამიანები იფიქრებენ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ არავის არ მოგვიწიოს აქედან წასვლა, მაშინ შეიძლება ერთობლივად რაიმეს მიღწევა და პერსპექტივაზე საუბარი. ქალაქმა უნდა შეიძინოს ფუნქცია, სადაც ყველა დარგი თანმიმდევრულად თანაბრად განვითარდება. ეს არის მრეწველობა, წარმოება, ეკონომიკა ზოგადად, კულტურა, ტურიზმი, რომელიც შავდღეშია დღეს და სოციალური გარემო უნდა გაჯანსაღდეს. ეს არის სერიოზული პროგრამა, რომელსაც დაჯდომა მაგიდასთან აზრების გაერთიანება და შემდეგ სამოქმედო პროგრამის დამუშავება ქვია. ეს არის ჩემი ქალაქის ხვალინდელი დღე. სხვანაირი ქუთაისი ჩვენ არ გვინდა, არ გვჭირდება. დემოგრაფიული განვითარება ნიშნავს წარმატებას და თუ ჩვენ დემოგრაფიაში ეგრეთ საზღარდღეში ვართ დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქი კუდომისკენ მიდის. ეს ჩვენ არ უნდა გვინდოდეს და არც გვინდა, არც დაუშვებთ ამას. ქუთაისელებო, მე ყველას მოგმართავთ. იყავით ძალიან ფხიზლად. ვისაც ეს კიდე შეუძლია, ნუ მიცემთ ვიღაც მუჩუჩებს იმის საშუალება ქალაქი დახრან. შეჭამონ და გაანადგურონ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. აქ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად ქალაქს, როგორც ქალაქ ქუთაისს სჭირდება დეცენტრალიზაცია და ნაკლები დამოკიდებულება ცენტრალურ, ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლებაზე. ქუთაისს სჭირდება ის ხედვა, რომლებიც ძალიან ღირსეულ ქუთაისლებს უკვე დიდი ისტორიული გამოცდილებაც აქვთ დაგროვილი იმისათვის, რომ ეს
სტრატეგიული, ქუთაისის სტრატეგიული და საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მათმა მიიღონ მონაწილეობა. იყო მსჯელობა ქუთაისის განვითარებაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქუთაისი და როგორ არის მისი განვითარების პერსპექტივა. მე მაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს ასეთი შეხვედრები, რაც შეეხება ქუთაისისთვის, რა თქმა უნდა, უნიშნულოვანესი არის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნება, დატოვა ქუთაისში პარლამენტი. მეორე საკითხი, რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამ ასამბლეაზე იყო მსჯელობა, ვითარება ზოგადად პოლიტიკური, უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში არის აგვერასილი კორუფციიდან გამომდინარე, არავინ არ იცლის, რა თქმა უნდა, რეგიონებისთვის, ხალხისთვის სამწუხაროდ და აღსანიშნავია და უნდა აღვნიშნოთ ეს ფაქტი, რომ ახლა მტკიცდება ბიუჯეტები და უნდა ვიცოდეთ, ბათუმის ბიუჯეტი არის 500 მილიონი, რუსთავის ბიუჯეტი არის 170 მილიონი და სამწუხაროდ ქუთაისის ბიუჯეტი არის 117 მილიონი. საზოგადოებრივი ანსამბლეის წარმომადგენლის მაკა ხეცურიანის თქმით, ეს იყო მათ მიერ ორგანიზებული პირველი რეგიონული კონფერენცია. როგორც მაკა ხეცურიანი აღნიშნავს, მრავალმხრივი დიალოგი და საუბარი რეგიონის განვითარებაზე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. იყო ღონისძიება, რომელიც დააორგანიზა ქუთაისის საზოგადოებრივმა ასამბლეამ, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციაა. და ის მიზნაც ისახავდა ქუთაისის მუნიციპალური განვითარების ხედვებზე დისკუსიის გახსნას, ქუთაისის მომავალზე ფიქრს. ესწრებოდა მრავალფეროვანი საზოგადოება, რაც ძალიან სასიხარულოა, იყვნენ აქტივისტები, იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები, იყვნენ პოლიტიკური პარტიები და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო დისკუსია იყო. კონფერენცია ერთის მხრივ ემსახურება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენების, პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისი ეს არის სწორედ ჩვენი მომავლის ქალაქის საერთო საზრუნავი და მეორეს მხრივ იმ ცვლილებების შემდეგ, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება აი ამ უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ჩვენ უკვე მომავალ ხელისუფლებას და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი ხელისუფლება აუცილებლად კოალიციური იქნება, შევთავაზოთ საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ნააზრევი, ერთობლივი გარკვეულწილად დოკუმენტი ქუთაისის განვითარებისათვის, ქუთაისის მომავლისათვის, რა ადგილი უნდა ეკავოს მას მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაცია საზოგადოებრივი ანსამბლეა ქუთაისი მიმდინარე წლის 26 მაისს დაფუძნდა.